დღეს 4 პირი იქნება გამოსაკითხი. პირველი გახლავთ ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მორიგჯერ კარგად ასახავს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის სახეს. ეს გახლავთ პარლამენტის ყოფილი წევრი ბატონი ვალერი გელაშვილი, რომელიც სავარაუდოდ უკვე მობრძანდა და სამდივნოს ვთხოვ, რომ შემოაცილოს დარბაზში. მოგესალმებით ბატონო ვალერი, როგორ ბრძანდებით, გთხოვთ დაბრძანდეთ. გიდასტურებთ პატივისცემას და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ვიცით რა თქვენი დატვირთული გრაფიკი და აქტიური ინტენსიური საქმიანობა, რომ გამონახეთ და მობრძანდით, ამისთვის მადლობას მოგახსენებთ. ბატონო ვალერი, პროცედურით დავიწყებ თქვენი ნებართვით, რაც 2 წუთს წაგვართმევს. გაფრთხილება უნდა გავაკეთო, როგორც ყველა მოწვეული პირის შემთხვევაში, რომ აი ეს დოკუმენტი, რომელსაც თქვენ გაეცანით სამდივნოსთან ერთად, გულისხმობს შემდეგს. ჩვენი კომისიის წინაშე ვისვის და თქვენ არ გჭირდებათ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ნორმების ახსნა, მაგრამ მაინც ეს რეგლამენტი ამბობს, რომ კომისიის წინაშე კითხვებისთვის თავის არიდება, თუ პასუხს არ გასცემთ, ან თავს არიდებთ პასუხის გაცემას, ან კიდევ განზრახსრო ახსნა განმარტება არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი და ამ გაფრთხილების დასტურად იქნებ მოაწეროთ იმ დოკუმენტს ხელი, რომელიც წინ გაქვთ და შეუდგეთ მუშაობას. დიდი მადლობა. ბატონო ვალერი, თქვენ ბრძანდებოდით პარლამენტის წევრი. პოლიტიკურ საქმიანობაში იყავით აქტიურად ჩართული, მაგრამ მოხდა ისე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს უხეშად შეილახა თქვენი უფლებები, რის შემდეგაც უკვე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, არაერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი და არაერთი პირი გასამართლდა თქვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო. თქვენ პრაქტიკულად შეიძლება სალაპარაკო ენაზე ითქვას, რომ შემთხვევით ბეწვზე გადარჩით. აი ამ საქმის გარშემო ქრონოლოგიურად თუ შეძლებთ, რომ თავისუფალი თხრობის რეჟიმში გვიამბოთ რა მოხდა და შემდეგ კითხვებსაც დაგისვამთ და რა თქმა უნდა თქვენ თავისუფალი ბრძანდებით ის ფაქტები მოიყვანოთ, რასაც ჩათვლით საჭიროთ და რაც არ იქნება ნათქვამი, შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გამოვლინდება. გთხოვთ. ეს დაიწყო ბარდების რევოლუციის შემდეგ. მე ვილნიუსში ვიყავი წასული, 2013 წლის ბოლო იყო. და მაშინ ჩემს სახლს ვარემონტებდი, რომ ოჯახი გადმომეყვანა ვილნიუსიდან. და დამირეკეს, რომ სანდრა როლოსი თავის ნათესავებთან ერთად შევარდა ჩემს სახლში, მარანი გამიხსნა და ქვევრები გამიხსნეს და ის ნებართვის გარეშე როგორც უნდა ისე იქცეოდნენ. რაზეც მე ვინერვიულე, იმიტომ რა უფლება ჰქონდა ჩემს სახლში შესვლა, ნებართვის გარეშე მარნის გახსნა. ახალ წლის წინადღეს კიდე ამერიკა კეზერაშვილმა შეხვედრა მოიდა თქვენთანავ. აი ახალ წლის შემდეგ არჩევნები იყო გაგრას 4 რიცხვში, საპრეზიდენტო არჩევნები და მე ჩამოვედი და 3 რიცხვში კეზერაშვილი დაცვასთან ერთად და გიაბულაძეს არქიტექტორს დაუძახე, რომ მოდი მეთქე რაღაც ჩემს სახლის თემაზე უნდა ლაპარაკი და მაშინ კეზერაშვილმა დაგვიფიქსირა. ეხლა ესე სახლში შევარდა სანდრა ცოტა გაუგებარია და რო აღწეროთ რა მსმენელისთვის სახლი სად არის, აი რატო სახლი დღევანდელი რეზიდენციის წინ პრეზიდენტის რეზიდენციის გვერდით და ამიტომაც უცებ გადავიდა და რომელი წელი ეგა 2013 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვი. რომელი რეზიდენცია? ეხლა ყოფილი რეზიდენცია. ყოფილი, რომელიც სააკაშვილმა აიგო, კი ბატონო, იქ იყო თქვენი სახლი? წინ მე სახლს ვარემონტებდი და ოჯახი უნდა გადმომეყვანა 2004 წელს. და სანდრა გულისხმობთ მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს? მიხეილ სააკაშვილის მეუღლეთ ჰოლანდიდან ჩამოვიდნენ მისი ნათესაობა და მოინდომა ალბათ რა ისი და სახლი დაკეტილი არ ქონდათ? დაკეტილი მქონდა, მაგრამ შევიდნენ გააღეს. დაცვამ გააღო ალბათ? კი. გასაგებია. შემდეგ
მე რო ჩამოვედი კეზერაშვილმა დაგვიფიქსირა რომ ისა ტრატილის დატვირთული კამაზი რო შეეჯახოს კლდეზე რა მოხდება ამ სახშიო და მე ვთქვა რა მოხდება მთელი ქალაქი აიწევა ხაში მაგ 10 ტონიანი დატვირთული ტრატილის კამაზი მე მგონი საკმარისი ხო ჩვენი ქალაქის ტრატილი დატვირთული კამაზი რო შეეჯახოს კლდეზე ამ სახში რა მოხდება გიაბულაძეც ესრებოდა არქიტექტორი ჩვენ ლაპარაკს მე ვთქარი აქ ეს სახლი საღარ იქნებოდა და საერთოდ გარშემო ყველაფერი იმას გიზდა მე კი ვთქარი რა ქვეყანის საშემნელო გინდათ მეთქი რომ ტრატილი დატვირთულმა კამაზე მოიაროს ქალაქში მეთქი ეს უფრო დაუფიქსირე და აღარ გვინ არაფერი წავიდე ნუ შემდეგ მე დამირეკა ადმინისტრაციის უფროსი იყო რომ შეხვედრა მოთხოვეს და მე დავთანხმდი უკვე ისე წავიდა საქმე რომ მეთქი კი კაი სახლი ბატონალები ბოდიშვილი საზოგადოებამ რომ იმას თანამდებობად რომ მიყვეთ რომ დრო დავზოგოთ მაგ დროს კეზერაშვილი რა თანამდებობას იკავებდა თქვენ რო შეხვდეთ მაშინ ჯერ თანამდებობას არაფერს არ იკავებდა იმიტომ რომ ჯერ ხელისუფლებაში მოსულები არ იყვნენ ეს იყო 2013 წლის ბოლო 2013 წლის 3 იანვარი იყო 2004 წლის არჩევნების წინადღე იყო ანუ ვარდების რევოლუცია მომხდარია და საპრეზიდენტო არჩევნები მეორე დღეს არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა მეორე დღეს არის 4 იანვარს არის არჩევნები ამიტომ არაფერი თანამდებობა არ ქონდა ჯერ არ ქონდა კეზერაშვილის თანამდებობა მაგრამ რა სტატუსით ესაუბრებოდით თქვენ მას როგორც წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილის ასე გაგეცნოთ თუ იცნობდით მან არ ვიცნობ მე მას დაგიკავშირდეთ და გითხრათ გამარჯობა ბატონო ვალერი მე ვარ სააკაშვილის წარმომადგენელი დავით კეზერაშვილი და არქიტექტორები და კეზერაშვილი თქვენ რატო არა მე ვიტომ ჩემო სახლთან მითითებაზე რომ სახლის საქმეზე რომ და ჩემი არქიტექტორი იყო გიაბულაძე და გიაბულაძე ესრებოდა იმ ამ ჩვენ შეესწრო ამ საუბარს კი ბატონო რომელიც დაადასტურებს ამ საუბარს ალბათ კი ბატონო შემდეგ იყო რომ დავთანხმდი ყველაფერზე მეთქი მომეცით გენერალის შემსრულებელი ამ ობიექტის მეთქი ჩემი კომპანია ინვესტირებას გააკეთებს ამ რეზიდენციაში და შემდეგ მოხდეს მეთქი ვიცი რომ დღეს ბიუჯეტი არ არის არ არსებობს მეთქი და მე სახელმწიფო გადაიხდის მეთქი ამ ყველაფერს მეთქი და იყო ჟვანიას ეს რო შევთანხმდით სიტყვიერად მე ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ ჟვანიას პრემიერ-მინისტრი იყო მაშინ ჟვანია მისი განკარგულებაც არსებობს რომ დაევალოს ვალერი გელაშვილს დეპუტატ ვალერი გელაშვილს მოიძიოს სახსრები და აწარმოოს რეზიდენციის მშენებლობა და მოხდეს მასთან შემდეგში მასთან ფინანსური ანგარიშწორება ეს ჟვანიას მაშინ მთავრობის განკარგულებაც არსებობს ამას როდინდელია ეს ჟვანიას 2004 წლის დასაწყისში იყო განკარგულება თქვენ ამ დროს უკვე დეპუტატი ხართ კი მე უკვე პარლამენტის წევრი რომელი პარტიიდან მე დამოუკიდებელი ვიყავი, მაგრამ მაშინ წარდგენა მრეწველებიდან წარდგენა. მრეწველებმა წარგადგინეს და უკვე ხართ პარლამენტის წევრი, როდესაც სააკაშვილის წარმომადგენელი კეზერაშვილი მაშინ როგორ იყო მეორე ტური და ჩაინიშნა და მეორე ტური გაზაფხულზე ჩატარდა. დიახ. ამიტომ ის იყო მეორე ტურს ველოდებოდი. თქვენ მაჟორიტარი იყავით მაშინ? აჰა, გასაგები. რომელი რაიონიდან? ხაშურიდან. კი. გასაგებია მეორე ტურის მოლოდინში ხართ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე ხო წინა პარლამენტის წევრიც ვიყავი 99 წლის. მანამდელი მოწვევის პარლამენტის წევრიც იყავით. ანუ წესით მათთვის უცნობი ადამიანი არ იყავით. რბილად რომ ვთქვა. გასაგებია. სახლი იყო მათთვის საინტერესო, თითქოს ასე ჩანს. ნუ პირველ რიგში სახლი იყო, მე იმის უკვე იყო ისა პოლიციის შენობა იყო, რომელიც მე უნდა და რეზიდენციად ექცა და ამიტომ მე გადავედით მის პროექტირებაზე იმის არქიტექტორი გიაბულაძე იყო მაგათ იმას შექმნის მაგის პროექტის შეთანხმებები და დავიწყეთ რეზიდენციის პარალელურად რეზიდენციის მშენებლობაც თქვენ რა შუაში იყავით რეზიდენციის მშენებლობასთან? უბრალოდ მე რაღა იქ ჩემი სახლი იყო გვერდზე მე სახლი უნდა მეშენები და მე სამშენებლო კომპანია იყო დამფუძნებელი იყო ჩემი სამშენებლო კომპანიის და მე ვთხარი მაშინ ჩემს სამშენებლო კომპანიას მიეცეთ გენერალური მოიჯარეს მეთქი და დააფინანსებს რეზიდენციის მშენებლობას მეთქი და იმიტომ ბიუჯეტი არ იყო მაშინ და იქით გადავდექი რომ ჩემი კომპანია დახარჯავს ფულს და შემდეგ მოხდეს ანგარიშწორება მეთქი რომ პირიქით მეთქი უკეთეს საქმე მიდო და გამეკეთებინა რატომ დაგჭირდათ ამის შეთავაზება? ნუ მაინც სხვანაირად არ გამოდიოდა. ტროტილით დატვირთული ავტომანქან რაღაც მუქარასავით იყო თუ? არა, ჩემს მიმართ არ იყო მუქარა, არა. მაშინ არ იყო მუქარა. ხუმრობა იყო ეს. ნუ ეს კეზერაშვილი შეეკითხე და იმას უკეთ არ ვიცი რა.
უბრალოდ აინტერესებდა რომ მიხეილ სააკაშვილი იქ რო იცხოვრებდა და ვიღაცა შეეჯახებოდა რა მოუვიდოდა და მიხეილ სააკაშვილი ალბათ უფრო ინტერესი ქონდა. მაგრამ მაინც უცნაურია, თუმცა თქვენ გააგრძელეთ თხრობა თუ შეიძლება რომ შემდეგ გადაწყვიტეთ რომ ააშენოთ პრეზიდენტის რეზიდენცია. კი, დავიწყო პრეზიდენტის მშენებლობა, შემდეგ მოხდა რომ მე როსტომაშვილი იყო ადმინისტრაციის უფროსი გახდა მაშინ როსტომაშვილი და პირდებოდა რომ მიხეილ სააკაშვილს წლის ბოლომდე მშენებლობას მორჩებოდა. მე ავედი და უთხარ ვერ მორჩებიან ამ მშენებლობას, ჯობია ლიტვიდან ჩამოვიყვანოთ მართველი ორგანო, რომელიც სამშენებლობას მართავს და იმასკის. და მე წავიღე პროექტი ლიტვაში ერთ-ერთ კომპანიას მივიტანეთ და ჩამოვიტანეთ წინადადება, რომ 11 თვეში მორჩებოდნენ და 17 მილიონი ევრო დაუждდებოდა რეზიდენციის მშენებლობა. რაზეც უარი მივიღე. და ამიტომ წლის ბოლოს მე სხვა იყო ადმინისტრაციის უფროსი სხვა იყო და შემომითვალა და შევხვდი და რომ ამ გენერალურ იმაზე შემსრულებლად უარი რომ მეთქვა. მე თქვა დიდი სიამოვნებით უარს ვიტყვი, იმიტომ ვატყობდი რომ არაფერი გამოდიოდა, იმიტომ მშენებლობები არ იცოდნენ და უბრალოდ ვიცოდი რომ ეს საქმე ძალიან შორს ავიდოდა. მე ჩემი დავალიანება გადაიხადეთ, რაც არის შესრულებები, რაც იყო სახლის ფულიც გადაიხადეთ და მე თავისუფალი პრობლემა არ მაქვს. მაგრამ შევატყვი 9 წელიწადი ფულის გადახდა არ უნდა დავდიოდი მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩემს სახს არ ემონტებდა უკვე 3 მილიონზე მეტი ქონდა დახარჯული. ერთხელ ავდექი და პლომები დავადი სახს და მომხარე ვერ შეხვალ შიგ საცხოვრებას ჩემთან არ ანგარიშტორებას არ მოახდეთ მე და თან გავაფრთხილე რომ ჩემი ოჯახი არის ევროკავშირის წევრი და ფრთხილად აიყავით მეთქი. თქვენ სახში დასახლდა სააკაშვილი ამას ყველი? კი, უკვე გარემონტებული იყო 3 მილიონზე მეტი დახარჯული იყო და სახლი ჩემი უღლეზე მქონდა გაფორმებული ლიტვის მოქალაქის. და გავაფრთხილე მოთხრა ფრთხილად იყავი. თქვენ სახლში რანაირად აღმოჩნდა სააკაშვილი ვერ ვიგებ? უფლება მიეცი რემონტის. თქვენი სახლის? კი. და მან გაარემონტა? კი. თავისი სახსრებით? ალბათ, კი. და დასახლდა თქვენ სახლში? შესვლით არ შეუშვა. რემონტი დამთავრებული ქონდა უკვე და შესვლით სახლი უკვე საცხოვრებლად მზად იყო. მე არ შეუშვა პლომბი დავადე და გავაფრთხილე შეხვალ მეთქი და ერთად და მოლაპარაკება რა იყო რომ სანამ რეზიდენცია იქნებოდა? მოლაპარაკება იყო ჩვენ თავრობის განკარგულებაში წერა რომ 1.400.000 დოლარი უნდა გადაიხადა ჩემს სახლში. სამაგიეროდ გვერდზე მიწა უნდა მოეცა იქ მეორე სახლისა და დანარჩენი ანგარიშტორება მოეხდინა 4 მილიონ ლარზე მეტი ქონდა ჩემ კომპანიას დახარჯული. კი ბატონო. ეხლა გასაგებია, ანუ მონაცვლეობა უნდა გაკეთებულიყო, რაც მთავრობის აქტით გაფორმდა და თქვენს პირობებს ასრულებდით, რაც მთავრობამ დაგაკისრათ და ის არ ასრულებდა ამ პირობებს. კი ბატონო, ასე დაიწყო კონფლიქტი. დაიწყო კონფლიქტი და მე ვილნიუსში ვიყავი და რეზონანსის გაზეთში რაღაც სტატია დავწერე, რომ გაბრაზებული ვიყავი, გამწარებული ვიყავი, იმიტომ 9 წელიწადია ველოდებოდი. და ტელეფონზე რო დაურეკე, ვინახარ რატომ მიერეკავ. მე ვთქვა, ჩემს სახში შედიხარ საცხოვრებელად, როგორ ვინავარ. და რო ჩავედი ვილნიუსში, ამერიკას მე ტელეფონზე. ვის დაურეკეთ ტელეფონზე? მიხეილ სააკაშვილს. რატომ მიერეკავ, ვინახარ საერთოდ. მე ვთქვა, ჩემს სახში შედიხარ და როგორ ვინავარ, ხომ დაიცოდე მეთქი. და მე სტატია დაუწერე, ცოტა შეურაცხყოფაც მივაყენე, იმიტომ მე თვითონ ვიყავი შეურაცხყოფილი ყველაფრის ამის გამომდინარე. მე ვილნიუსში ჩავედი და ტელეფონზე დამირეკეს და ჩამოვხვალდი და ტერორისტულ აქტს მოგიწყობთ. დამემქრან ტელეფონით. ვინ დაგირეკათ? ხმაზე ვერ ვიცანი. ეს რა დროა უკვე ბატონო ვალერი? ეგ იყო თავდასხმის წინა კვირაში იყო. რომელი წელია? 2005 წლის 14 ივლისი იყო და ეს დაახლოებით 10 რიცხვამდე დამირეკეს რა ეგრე. მე ვთქვი ჩამოვალ მეკ და შევხვდეთ მე. მე დაჯავშინილი მანქანით დავდიოდი, აქ ჯავშინილი მანქანა მყავდა და ჩამოვედი, დაცვაც მყავდა, ჩემი პირადი დაცვაც მყავდა, მაგრამ საღამოს ეკონომიკის სამინისტრო იყო მაშინ აქეთ თბილისის მარიოტის მეორე მხარეზე მეყენა ღამე მანქანა და იქ რაღაცები გადამიჭერეს მანქანაზე დამეზიანეს, იძულებული ყო მანქანა სერვისში გამეგზავნა და გადავჯექი მეუღლის მანქანაზე და მივდიოდი ხაშურისკენ. და ელიავის ბაზრობას გავწვდი თუ არა ბლოკირება გამიკეთა ეს ორმაშინის ფერმა მანქანამ და უკიდან ავტობუსიდან გამოხდნენ სპეცნაზის ფორმაში 6-8 კაცი და ავტომატის ჯერი დაცადეს შოკირება მოახდინეს ტერიტორიის უკნიდან შუშა გვერდიდან შუშები ჩამემტრიეს დაცვა გადავიდა ხელი აწია მეც გადმომეთ მითო იარაღი ქონდა მაგრამ ხელი არ მოკიდე იარაღს იმიტომ ჩამცხრილავდნენ გადმოვედი ხელი პეალწია გამოვედი და მოთხარი მაშინ მასკები აკეთად ბიჭებს და
ერთ-ერთი მომენტი ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკება და ეგრევე კონტაქტი მომარტყა სახში და მსხრევის ის ვიგზენი სახის. და დავარდი დილს, მივხვდი რომ უკვე ბოლომდე მიიყვანეს საქმეს და ერთ-ერთი მე ყოფილი სპორტსმენი ვარ და ბლოკირება გავეკეთე სახის და ბორთი გავხდი რომ ეს დარტყმები ამეცილებინა. 4 ადამიანმა დაახლოებით 9 წლის განმავლობაში ჩექმები მარტო თავში მისწავდნენ. თავში. და ხელები ქონდა სუდაღოლებული მქონდა ხელი. და რო გავიყინე, რო გავჩერდი მანქანის რაღაც მანქანას ახლოს მიმედი და გავიყინე, რომ თავი დაენებებინათ, იმიტომ თუ ვინმე მოძრავებდი არ დამანებდნენ თავს. ხოდა მე იარაღი ამოვიდა, ამომაცალეს იარაღი და წავიდნენ. და მე მაშინ ავდექი და ვერაფერს ვერ ხედავდი, იმიტომ თვალის გუბები მქონდა ძალიან დასიებული და ესე გავიხსენე თვალის გუბეების სისხლი მომდიოდა სულად და იქ არის სამრეც ხავა იყო და იქ გადამიყვანეს ხალხმა ვინც იყო მე იქ და ჩემი ბიძაშვილის მანქანაში იყო გოგონა და დაცვის ბიჭიც და იქ დამაჯინეს და მაშინ დარეკა მეუღლე ვილიუსიდან და მე უთხარი სასწრაფო თვითმფრინავი და გამიყვანე აქედან მეთქი თორე არ მაცოცხლობენ მეთქი ეს ხდება 2005 წლის ზაფხულში 14 ივლისს და თვითმფრინავი ჩამოვიდა მე 19 საათში მანამდე სამონტყოფოში სითხეს მისხავდნენ და შარდენს არ მიკეთებდნენ რომ წყალი გავსილიყო ჩემი ფილტვები და გავთიშულიყო რომელ სამონტყოფოში ბრძანდა მიხაილოვსკი იყო მაშინ დღეს აღარისა დიახ 19 საათში მე თვითმფრინავი ჩამოვფრინდა იქიდან ჩემი სამეგობრო ექიმები ჩამოვიდნენ და თვითმფრინავში რომ გამშინჯეს გაფრენა არ შეიძლებოდა იმიტომ გავსკდებოდა წყლით ვიყავი სავსე ფილტვები და იქვე 1 საათი რეაბილიტაცია გამიკეთეს სითხით გამოთავისუფლეს და მე გავფრინდით ვილნიუსში თვითმფრინავშივე აღმოგიჩინეს სამედიცინო დახმარება წამოსვლები იყვნენ ექიმები სპეციალისტები რეანიმატოლოგები და იმათმასკინეს გამომიყვანეს მდგომარეობიდან და გავფრინდი ვილნიუსში და მე გავიკეთე 60 დღეში ოპერაცია გავიკეთე 7 საათი თავის ქალა ჩამოხსნილი მქონდა და ფუძიძვალი მქონდა მოტეხილობა უბრალოდ გადასხმებს მიკეთებდნენ შეგნებულად აკეთებდნენ გადასხმებს შესულიყო ფილტვებში კი საათნახევარი ჩემი რო ჩამოვიდნენ ექიმები საათნახევარი მაყდა რომ გავთიშულიყო უკვე კომში წასულიყო რომელ სამონტყოფო თქვით მიხაილოვსკი მე ექიმთანაც გქონდა ლაპარაკი და დავალაპარაკეთ ჩემი ხირურგი ვინც ჩამოსულები იყვნენ და ნუ ან იმან იმასკენ რომ ან უვიწყობით მოგივიდა თუ ან ისეო იმიტომ მე მოკრებოდა მე ვთხარი და ჩივილ საპირეოდან თავარი ექიმი ვინც იყო და მე ვთხარი ჩივილები მეთქი და დაგიმტკიცებ ყველაფერს მეთქი მაგრამ ყავს მოწმენდი რომ ეგრეთ მდგომარეობაში ვიყავ ვინ იყო თქვენი ექიმი ხო არ გახსოვთ ვინც ამას აკეთებდა მაშინ და წახვედით ქვეყნიდან წავედით ოპერაცია გამიკეთეს თორე მე დაცვის ბიჭი ჩამოვიყვანე ჩემი ისიც მე მგონი აფხაზეთის ყოფილი სპეცნაზელი იყო და აფხაზის სპეცნაზს გააკეთებინეს ეს აფხაზის სპეცნაზმა შეასრულა ყველაფერი მე ჩამოვედი თქვი რომ ჩამოვალ მეთქი ხო და რო ჩამოვედი ყველა იმასკენ რა როგორ გავბედე და ჩამოვედი გამოჯანმრთელდით და დაბრუნდით. კი, 2 თვეში დაბრუნდით. თქვენ როდესაც თავს დაგესხნენ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ხაზი რო გავუსვათ, ამ დროს თქვენ იყავით პარლამენტის წევრი ვიყავ, კი. კი ბატონო. ნუ ჩამოვედი რა მიშა სააკაშვილი იძულებული იყო რომ პირადი დაცვა დამინიშნა. მე დღეს რომ მაინც პარლამენტის წევრი იყო თავდასხმა და ვიყავით ჩვეულებრივად მოძრაობდი უბრალოდ უსაფრთხოების სამსახურიდან მითხრეს რომ ვალერი ბევრი არაფერი ელაპარაკო მიშაზე თუ იძულებული გაგვდის კიდე რაღაცა ჩაგავაკეთეთ რომ წრანათი ხარ ვინ გითხრათ ეს ვინ გაგაფრთხილეთ ჩემი დაცვის მე ახალი დაცვა ვიყვანი ყოფილი შევარდნაძე დაცვის წევრი იყო და მეგობრები ყავდა უსაფრთხოების სამსახურში და იმას გადასცეს რომ ძალიან გთხოვთ რომ თავშეკავებულად მოიქცეთ რომ თორე კიდე მოგცეს ბრძანებს და იძულებული ვიქნებით კიდე გავუკეთებინოს მეთომეტე სადამკუსმა მე ვიცი რომ ადამკუსი შეხვდა მიხეილ სააკაშვილს რო შეხვდა გააფრთხილა ხელს მოკიდებ გელაშვილს და ვეღარ გაპატიებ იმიტომ მე ოჯახი ლიტველი ადამკუსი გამომარდოთ ვინ არის ბატონო ვინ იყო ეს ადამიანი ლიტვის პრეზიდენტი
გააფრთხილა რომ თუ შეეხები გელაშვილს მე ის ლიტვის მოქალაქეები არიან ოჯახები და ოჯახი და ამიტომ იძულებული ვარ რომ რეაგირება მაქსიმუმად. იმიტომ ამის გამო მე მგონი აღარ მეხებოდა სააკაშვილი. იმიტომ და დაგინიშნათ დაცვა? კი, დაცვა დამინიშნა, მაგრამ შემდეგ ფიქრობდა როგორ პარლამენტიდან როგორ გავეგდე და 2006 წელიწადს ინიციატივა გააკეთეს პროცედურულ კომიტეტზე რომ ვითომ ჩემი ბიჭი აწედა საბუთებს ხელს ვალერე გელაშვილი ისიც და იმის ამოიტანეს იმის საბუთი და აგერ ვალერე გელაშვილი ბიზნეს საქმიანობს ხელს აწესო და მე კი უთხარი მეთხარ და ჩახედეთ 1995 წელს დაბადებული ის და 1900 მაგრამ არავინ გოგოლაშვილი იყო მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე და არა სამხრივ კენჭი მიყარეს გაიტანეს პარლამენტის შეუთავსებელი საქმიანობის მოტივით და გაიტანეს პარლამენტზე კენჭი მიყარეს და გამიშვეს პარლამენტიდან. მე წინა დღეებში ვიცოდი რომ ეს ხდებოდა და მე გაგრას ჯერ ვენით მიფრინავდი და მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე იყო და უთხარი იცოდეთ რაღაცა ხდება მეთქი და მე მგონი რაღაცას ბანკერებენ მე და ფრთხილად იყავი იცოდე მეთქი საქმის ყურში იყავი მეთქი იმიტომ მე ჟურნალისტებო მომიტანეს ამბავი რომ ვანო მერაბიშვილი იყო მოსული და რაღაცებს პარლამენტში იმაშვებოდა და ვიღაცამ ინფორმაცია მომაწოდა რომ შეგიწყვეტდნენ სტატუსს და უთხარით ქალბატონ ნინოს კი უთხარი იცოდა ჩავალო და მე მოვლი მაგათაო მაგრამ თვითონ გაიტანეს საკითხი და თვითონ იმასგან ქალბატონანია. რო ჩამობძანდით ბატონო ვალერი, შეხვდით მიხეილ სააკაშვილს თუ კონტაქტი აღარ გქონდა? არა, ჩამოვედი უბრალოდ მე ყველაფერი შეხვდი წარმომადგენელი შეხვდა და ავდექი და ყველაფერი მეთქე დავამთავროთ მეთქე არ მიდეს არეგლობა მეთქი ფული ჩარიცხეთ მეთქი რაც ვალები გაქვს კომპანიის ჯერ კომპანიის ვალი დაფარეთ და მე ბინასაც გადმოგიწერთ მეთქი და ავდექი მე ბინას გადაუწერე. დაფარეს კი დავალიანება დაფარეს და დაარჩა სიმბოლურად დატოვეს 250,000 ლარი და ისიც სასამართლოებში ვიარა და ისიც აღარ გადაიხადეს. სიმბოლურად დაარჩა და მაინც არ ვიცი რაზე დატოვეს 250,000 ლარი. შემდეგ იყო 2007 წელს მე მეორე სახლს ვაშენებდი გვერდზე და 2007 წელს საფინანსო პოლიცია შემოვიდა კომპანიაში და წაიღეს კომპიუტერები ყველა საბუთები და რეაგირებას არ აწვდნენ 8 თვე რო გავიდა მე შეუთვალე რა გინდათ მეთქი და მე შემოვხდნენ ადმინისტრაციიდან ქალაქის ადმინისტრაციიდან ის იყო გვარი აღარ მახსოვს პიროვნება და შენი სახლი უნდათ მეორე სახლი და თავისუფლების მომენტაზე ის მქონდა მე ფართები მქონდა კუთხეში და ის უნდა სახელმწიფოს უნდა მე ვთხარი ბიზნესი ქალაქის ადმინისტრაცია იგულისხმება თბილისის მერიის ადმინისტრაცია მერიიდან იყო მაგრამ ის შეხვედრაზე მოვიდა ის იყო ნარმანიას ადგილზე იყო თანამდებობაზე იყო ქიტოშვილი იყო მე მგონი ქიტოშვილი მერი იყო გიორგი უგულავა კი ხო მანამდე იყო ერთი ფაქტი იყო რომ სახლის გადმოწერაზე თვითონ უგულავა შემხვდა ადმინისტრაციის უფროსი იყო და სახლი გადმოწერო და წამოვიდა თორე რას იმზადმეთქი წამოვუდექი ფეხზე კანცელერიაში რაც მიზანმეთქი და წამოვდექი და მე დაჯდა. ეს რომელი წელია? ეგ იყო 2005 წლის დასაწყისი. ეს იმ სახლზეა საუბარი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენცია. პირველ სახლზე და გადმოწერე. მოთხარი არ გადმოწერე მეთქი, სანამ დავალინებს არ დაფარავთ მეთქი. გადმოწერე თორე წამომიდგა უგულავა და მე წამოვდექი რაც მიზანმეთქი და მაშინ დაჯდა ადგილზე. ტყუილად რაღაცომ დგებოდა? ბატონო? ტყუილად რაღაცომ დგებოდა? თუ ისევ ჯდებოდა? უგულავაზე გეკითხა. ალბათ შეეშინა ჩემი და დაჯდა უკან არის. მე არ სახსეს კიტოშვილი არ და ერთი წუთით იმ სახს პირველ სახს რო დაუბრუნდეთ. ვალები დავალიანება კომპანიის მიმართ დაფარეს, დაფარეს მარტო კომპანიის დარჩა 250,000 ლარი. თავდასხმის მერე ხდება ეს? ხო? თავდასხმამდე წინა დღეს ჩამირიცხეს 600,000 ლარი. სიმბოლურად რომ ვითომ არაფერი, იმიტომ ეს თავდასხმა უნდა მოეწყოთ, ვითომ ბიზნეს გარჩევები მქონდა ვიღაცას და სხვა რაღაცით უნდა წაიყვანოთ, მაგრამ არ გამოვიდით. იმიტომ მე მაშინ მე არ გავივითი აზზე ვიყავი და მაშინ დავაფიქსირე რომ ის იყო სპეცსამსახურები. და მithumetes მე კოდუა 200 მეტრაში მანქანაში ჯდა და კარაბინი ქონდა თან წამოღებული. იარაღი რომ ამომიღო, მე მგონი მესროდა კოდუა, კარაბინი ქონდა. ერეკლე კოდუა? კი. და 200 მეტრაში შეამჩნიეს იქ მანქანაში. ვინ შეამჩნია? ჩემი მე მაშინ ორთაჭალის თურფა საშენებდა ჩემი კომპანია და ჩემი მძღოლები დადიოდნენ იქით ოფისი მქონდა და იქ დაინახეს თავდასხმამდე 200 მეტრაში კოდუას მანქანით იჯდა და თვითონ იჯდა მანქანაში? კი.
ესე იგი, იმ პირველი სახლის წართმევაში, ამას სხვა არაფერი არ ჰქვია და იზულებაში, თქვენ კი ამბობთ, რომ ჩემით გადავწყვიტეო, მაგრამ იზულების ელემენტები თითქოს იკვეთება, რომ პრეზიდენტის რეზიდენციას დეპუტატი არ უნდა აშენებდეს, ხო? რაღაცის გამო თქვენ ჩათვალეთ, რომ ამის გაკეთება იყო მიზანშეწონილი. აი ამ პროცესში მიზანშეწონილი ახლა პატარა ისა დრავა არის ფუძისძვალის მოტეხილობა ეს სიკვდილის ტოლფასი. მე მანამდე ვამბობ, თქვენ ჩათვალეთ თავიდან თავდასხმამდე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მშენებლობაში თქვენ მიიღებდით მონაწილეობას. კი, მიიღებდით და ჩემ კომპანიის სახელი იქნებოდა, შემდეგში რომ კომპანია გაგრძელებდა მუშაობას, მაინც პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობა ჩემ კომპანიის იქნება ერთი სარეკლამო. ჩათვალეთ, რომ მიზანშეწონილი იყო. რეკლამა იქნებოდა ჩემ კომპანიის. კი ბატონო, და თქვენი ფულით გადაწყვეტეთ ამის მშენებლობა. სანაცვლოდ თქვენ აი ამ პროცესში, რომელსაც ქვია პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშენე შენი ფულით და არ გადაგიხდით, სახლიც გაარემონტეს და არ ჩაანაცვლეს სხვა მიწით, თუ საბოლოოდ ჩაანაცვლეს შემდეგ. არა, სახლს პარალელურად რეზიდენციას რო ვაჩენებთ, თვითონ არემონტებდნენ ჩემს. ხო, თქვით რომ მონაცვლეობა უნდა გაკეთებული იყოს. არა, მონაცვლეობა მიწისა მომცეს გვერდით მაშინ ცხონებულმა პატარკაცშუნა გადაცათა რაღაც მიწა აქეთ ხარეს. მოგცეს, მაგრამ ეს მოგცეს თავდასხმამდე თუ თავდასხმის მერე? თავდასხმამდე. ცვლილებები მოახდინეთ მიწაში გავცვალეთ და შემდეგ თქვენ ითხოვდით დავალიანების ანაზღაურებას დავალიანებსა და სახლის საფასურსაც. რაცაც მოყვა შემდეგ დაპირისპირება, როგორ თუ ბედავა მის მოთხოვნასო და თავდასხმის ორგანიზება ჩაატარეს თავდასხმა. ამ პროცესში იკვეთება, რომ ჩართული იყო უგულავა, ხო? კი. სააკაშვილი თავისთავად და კეზერაშვილიც აგრძელებდა ჩართულობას. კეზერაშვილი იმდენად როგორც ვიცი ინფორმაცია მქონდა თავიდან ოქროაშვილს უთხრა მიშხეილ სააკაშვილმა და ოქროაშვილმა უარი უთხრა რომ თავდასხმაზე ხო? კი, თავდასხმის მოწყობაზე ოქროაშვილს შესთავაზა. როგორც ვიცი ოქროაშვილმა ინფორმაცია მაქვს უარი უთხრა რომ არ გვინდა ესეთი რაღაცა ჯობია ვიღაცა ვნახოთ შუამავალი და მოველაპარაკოთ. რაზეც მე თვითონ სააკაშვილი მაშინ მერაბიშვილს დაავალა და შუამავალი ვნახოთ და მოველაპარაკოთ რას გულისხმობთ ამაში? რომ გამოვისყიდოთ სახლი და არ გვინდა ესეთი კონფლიქტი მოვახდინოთ. თავდასხმაზე უარი თქვა, არ მიზეზი რა უნდა ყოფილიყო, რომ ოქროაშვილმა უარი თქვა? ახლობლობდით მასთან თუ? ალბათ უფრო შორსწროთელი იყო და იცოდა რომ არავინ არ ეპატიებოდა ასეთ რაღაცას. მაინც როცა იქნებოდა საქმე გასკდებოდა და პასუხს აგებდა. სააკაშვილზე შორსწროთელი იყო ოქროაშვილი ეს. სააკაშვილს კარგად ახასიათებს. მერაბიშვილს დაავალა ამის შემდეგ. მერაბიშვილი მაინც მიშას მორჩილი იყო, მე უფრო მორჩილი იყო და ის ყველაფერს ასრულებდა, რასაც მის შეეუბნებოდა. მაინც ისე მსმენელისთვის რო განვმარტოთ, ამ საქმეზე არსებობს განაჩენი უკვე სასამართლოს დადგენილი და უთქვარად არიან დადგენილები. შემსრულებელი რო იყო ერეკლე კოდუა და მისი რაზმი, უშუალო შემსრულებლები და ყველაფერი მაინც. როდეს მსმენელისთვის ვამბობ, რომ ის რასაც თქვენ ამბობ, რეალურად არის დადგენილი უთქვარი ფაქტებით და ეს არ არის რაღაც გამო. მე შეხვედრა მქონდა შემსრულებლებთან, მე მათ უთხარი, მე თქვენ ინტერესი არ ამარგო თქვენ ციხში წახვიდეთ, იმიტომ თქვენ ბრძანება იყო და შეასრულებდით. მოვიდნენ პროკურატურაში შეხვდი ამ ბიჭებს, მოვიდნენ ბოდიში მომიხადეს, ვიცოდით რომ ჩვენ როდესღაც პასუხს ვაკეთებთ ამაზეო და მე მათ ვაპატიე, იმიტომ ისინი არაფერ შუაში იყვნენ, ისინი იყვნენ პროსო ბრძანების შემსრულებლები. და ვინ დაგვავალაო საზოგადოებისთვის რო განმარტოთ? კოდუამ დაიბარა კაბინეტში და კოდუამ მისცა კიდე 500 ჩემი ფული, რაც ჩემი ფული ამომიღე $10,000 სუმკიდან, იქიდან მისცა $500 ბიჭებს დაურიგა. თქვენვე დაგაფინანსებინეს, გამოვიდა თქვენს წინააღმდეგ. ჩემ თავდასხმიდან რაღაც ძვირიანი ბეჭედი მქონდა, რაც წაიღეს. ის რაც მე სასამართლოში ვიყავ. ანუ თქვენ ამბობთ, რომ გარდა თავდასხმისა გაგზარცვეს კიდეც? კი. სმენელმა რო გაიგოს. იარაღი წაიღეს, $10,000 თანხობრივად წაიღეს და ძვირიანი ბეჭედი მქონდა, კარატიანი იყო ბრილიანტი, რომელიც საბუთით წარვადგინა და სასამართლოზე მithumetes სასამართლოს 2018-ში დავიწყე ამაზე სასამართლო მოითხოვე, რაც წაიღეს მეთქი, ის მაინც მომეჩით მეთქი და დღემდე პროცესები კიდე გრძელდება. საზღვარგარეთ. 7-8 წელიწადი პროცესები მიდის და სასამართლო არ მთავრდება.
ეს თქვენ ქონება წართმეული ქონების დაბრუნება. ეს წართმეული ის რაც წაიღეს, ფაქტობრივად რაც წაიღეს იქ თავდასხმის დროს. სისხლის სამართლის განაჩენზე დაყრდნობით ითხოვთ უკვე იმ დანაკარგის ანაზღაურებას. 2017 შარჩილი შევიტანე და რომელ ინსტანციაშია? ეხლა უზანაეშია უკვე მეორე წელიწადი. ენი ჯამში რამდენი იყო, რასაც თქვენ თქოთ და რა ზარალი მოგაყენეს იმ დროს, რაც გაგზარდოს. რაც თავდასხმის დროს ზარალი მომაყენეს, იყო 200,000 ლარი. თქვენ მორალურ ზიანსაც ითხოვთ თუ მარტო? მორალური მიუთითი 100,000 ლარი, მაგრამ მე უბრალოდ იმის თვითფრენავი რომ ავიყვანე და წამიყვანე საკედან იმის საბუთები არ მქონდა და ამიტომ მორალური იმაში ჩავთვალე რომ ეს თანხა მორალური დამოვითხოვ, იმიტომ მე და პირველი და მეორე ინსტანცია მოიგეთ? პირველი მეორე ინსტანცია მოიგე და მესამე ინსტანციაში მეორე წელიწადი გაჩერებული. ვინ გედავებათ, ვინ არის მოპასუხე? თვითონ მაშინ თანამშრომლები ინდივიდებს ედავებით და არა? თვითონ სამინისტრო ავალდებით. სამინისტროს ედავებით, სახელმწიფოს ედავებით, კი ბატონო. და თავმჯდომარის პირები იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგი რო გითხრათ? დააკმაყოფილა პირველი ინსტანციის. კერძოდ 200,000 ლარის ჯამში მორალური და მატერიალური ერთობლივად და ეხლა უზენაესი იხილავს დასაშვებობა გავლილია აქვს თუ არ ვიცი ადვოკატი ყავთ ალბათ იმასაც ადვოკატი ყავს აყვანი მაგრამ სასამართლო დღეს ჩანიშნა არ ახდება გასაგები უზენაესმა შეიძლება არც ჩანიშნოს ხო მაგრამ პასუხსაც არ იძლევა კი ხო მე სხვა საკითხებია კიდე რომელიც მე ბოდიში წერან აი თქვენ თვითონ 2007 წელი იყო მგონი ფინანსური რო შემოვიდაო კი ფინანსური შემოვიდა ხო შემდეგ შეთანხმება მოგავაკეთეთ მე ვთხარი ბიზნესი ამეთქი პრობლემა არა იმიტომ ახლა სახში რომ მივედი ახლა რეზიდენციის ეზოში ვიყურებოდა მეთქი მე ჩავთვალე რომ ასეთი ახლოს ყოფნა პრეზიდენტ როცა კონფლიქტში ხარ მე ჩავთვალე მეთქი კონფლიქტის გაღვივებასა დავთანხმდი მოკიდით მეთქი რაც მოვითხოვეთ ახლა იმის 3 მილიონი მოვითხოვე მაგრამ 2 მილიონი გადამიხადეს პირდაპირ ბანკში მიმიყვანეს საქართველოს ბანკში და იქვე მოხდა ქონების გადაწერა და იქვე სხვათაშორის ზაქარია ქუცნაშვილი იყო ჩემი ადვოკატი მაშინ იმ პროცესში ფული ანუ ვინ გადაიხადა და ეს რეგარს ბანკმა გასცა კრედიტი სხვათაშორის 21 წლის ბიჭი იყო საერთოდ შრომავალი ჩააყენეს ვიღაცა სესხებელი ვინ იყო სესხებელი კრედიტი სესხებელი საქართველოს ბანკმა ასეცხა ის ჩემი არა სესხებელი ვინ იყო კრედიტორი იყო ამ შემთხვევაში ბანკი მაგრამ სესხებელი ბიჭი იყო მიც ვიყიდა რა 21 წლის ბიჭი იყო გვარი აღარ მახსოვს ანუ თქვენი აი მეორე სახლი რასაც ბრძანებთ ვიღაც 21 წლის ბიჭმა იყიდა გამოუყვეს სესხი საქართველოს ბანკმა და საქართველოს ბანკიდან ჩამერისხეს ფული ვილნიუსში თქვენთვის უცნობმა პირმა ვიღაც 21 წლის ბიჭმა იყიდა კი თვითონ მოიყვანეს რა კიტოშვილი ესწრებოდა კიტოშვილი ვინ თამადობდა უკაცრავად ამ ჟარგონისთვის ასე ვთქვათ ვინ უყურებდა ამ კომუნიკაციების ის იყო მაშინ კიტოშვილი დიმიტრი კიტოშვილი იმან მოიყვანა ბანკიდან ჩამერისხეს ფული და გადაუწერეს სახლი და მეორე ობიექტზე მე ვთხარი 5 მილიონს თუ გადაიხდით მე გითხრათ მთელი ცენტრში რა მერის გვერდზე რო არის ჩემი შენობა იყო პირველ სართული და ყველაფერი და მე ვთხარი 5 მილიონი ნაკლებია და მამაზე უარი დღეს კი ეგერ მომედანს გითხრათ იმაზე უარი აღარ მივყიდეთ სახლი გადაუწერა ბატონო ვალერი თქვენ მაინც მიუხედავად რეალურად სიცოცხლის უფლების ხელყოფის მცდელობა იყო ხო ეს თქვენი რასაც ყვებით და მაინც დაბრუნდით ქვეყანაში მაინც შეეცადეთ საქმიანობის გაგრძელებას რატომ წახვედით ამ ხელარისკზე საერთოდ შიში არ ვიცი არ შეგეშინდათ საერთოდ შიში ჩემში არ არსებობს იმიტომ მე პატარავიდან მარტო ვარ გაზრდილი და მე შიში არ ვიცი საერთოდ მე უცხო ქვეყანაში ჩავედი ვილნიუსში 21 წელიწა და არავის არ შემშვიდები და დღემდე ვარ და მithumedes 18 წელიწადია ვენესუელაში ცხოვრობ ერთად კუნძულზე და არც იქ მეშინია და თავის თვალებით ეხლა საცხოვრობთ თუ საერთოდ ეხლა თბილისში ვარ თბილისში ხართ ისე კი ბატონო თბილისში შემდეგ არაფერი შემდეგ მე 2011 წლის როცა ბიზნესში განაცხადა პოლიტიკური ის მაშინ ახალი წელი იყო ვილნიუსში ვიყავი და ახალწლის საღამოს მიხეილ სააკაშვილმა ჯარიმა გამომიწერა და საახალწლო საჩუქარი გამომიგზავნა.
მე ჩვენი ხელისუფლების ჩვენი მოსვლის შემდეგ რამდენი იყო ჯარიმა და რაზე იყო? 4 მილიონი. არაფერზე უბრალოდ დაწერა გადასახადი გაქვს 4 მილიონი ჩემ კომპანიას დააკისრა და გამომიგზავნა ახლა 12 საათამდე უცხება ვინ იყო ამ ჯარიმის შემოსავლების სამსახური. შემდეგ მოხდა რომ ჩვენ ხელისუფლების პერიოდში მე თხოვე და გამინახეს, ჯერ გამინახეს, მაგრამ მე იძულებული ვიყავი რომ ეს კომპანიისთვის მომეხსნა ქონება გადავეცი ჩვენ ხელისუფლებას და ჩაომიწერეს დავალიანება. 80 გუდაურში მიწები გადავეცი და დევნილთა ბინები აშენებული რომელიც ხაშურში მქონდა ის გადავეცი ჩვენ ხელისუფლებას რომ ჩვენ ჯარიმები ჩამოწერილიყო. უკვე განახევრებულ ჯარიმებზე. კი 2012 წელს გადავეცი. გასაგებია. და 2013 წელს კიდე მე საქმე შევიტანე პროკურატურაში 330 გვერდიანი რომელიც დღესდღეობით განუხილვლად რას ეხება ეს საჩივარი? ეს გემჩენებელი რომელიც მე აქციონერი ვიყავი გემჩენების 2004 წელს გადავიხადი $6 მილიონი და ჩვენ დავიწყეთ ბერძნების შემოვიყვანა და გემჩენელობები დავიწყეთ ის განაიარაღება ხალხს ვასწავლიდით. მიხეილ სააკაშვილმა ადგა და იჯარა გვიმთავრდებოდა თვითონ ნავსადგურის სადაც წყლიდან შემოსასვლელი ის პირდაპირ შეწყდით მიყიდა სხვა პიროვნებას რის უფლებაც არ აქვს ქარხანა ჩააგდო ბანკროტის რეჟიმში უკვე იმიტომ ჩვენ არ აქვს მისასვლელი ვეღარაფერს ვეღარ ვაწარმოებდით. მე მოელაპარაკა ჩემ პარტნიორებს დემური ბაღდავაძე, კახა გიუაშვილს და მაგთმა კიდე იპოთეკა მიმაყიდინეს ეს თავიანთი წილი, ჩემი ბრალი იყო ყველაფერი, ჩემს გამო მოხდა, იმიტომ მე ხელს საკავშირთან დაპირისპირებული ვიყავი და შემდეგ კიდე თანხა აღარ გადამიხადეს და სარჩელი ყველაფერი შევიტანე პროკურატურაში. რაც დღემდე განუხილველია. რამდენი ხანია განუხილველი? 2013 წლის დასაწყისში შევიტანე. 12 წელია მედია ჩვენი კომისიის შემდეგ მაინც დაჭერა. აგერ მე წამოღებული და ყველაფერი და აგერ დავტოვებ საკუთებს და მადლობა. ბატონო, ერთი ამბავი მინდა კიდე რომ თქვენგან მოისმინოს ჩვენმა საზოგადოებამ. ეხლა 2012 წლის 1 ოქტომბერი და 1 ოქტომბრის არჩევნებამდე პერიოდი ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ჩვეულებრივი ომი ხელისუფლებისა ხალხის წინააღმდეგ, რომელშიც ხალხმა გაიმარჯვა, მაგრამ ყველაზე ცხელი წერტილი ხაშურში. განსაკუთრებით ცხელი წერტილი იყო ხაშური და კარგად გვახსოვს თვითონ ჩვენთაგანს ეს აი რა ხდებოდა ხაშურში წინა დღეებში და იმ დროს იქნება გესმოდა. წინა დღეებში მე ინფორმაცია მქონდა რომ ჩემი ის დაგეგმილიც იყო ჩემი განადგურება ერთ-ერთ პოლიკლინიკაში იყო შეჯახება კუდის ყოფილი თანამშრომლებთან და იმ პოლიკლინიკაში იყო დაგეგმილი ჩემი ის ლიკვიდაცია. ეს ინფორმაცია მქონდა, მე თან იარაღით დავდიოდი, უფლება მქონდა იარაღი და ხამერი მყავდა დაჯავშნული, რომელთაც მე დავდიოდი. სპეცნაზი ჩამოიყვანეს შუადღის საათებში 15 მანქანა. და ამ 15 ოქტომბერს არჩევნების დღეს. და თვითონ მიხეილ სააკაშვილი ორჯერ დაჯდა ხაშურში არჩევნების დღეს. ორჯერ ჩამოვიდა. რომ აკონტროლებდა, რომ მე არ გავსულიყო, მე არ მომეღო არჩევნები. და ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს არ მოხდარიყო. მე კამერები ავიყვანე ხალხი და მე ვთხარი გადაიგეთ ყველა ყუბანი, რომ ვიცოდე ფაქტი რა ხდებოდა უბნებზე. იმიტომ მე როცა 15 პიკაპი იყო, ჩემი მანქანით იმოშვებოდი, რომ დავდევდი ამ მანქანებს და ახლა სპეცნაზელები იცოდნენ იარაღით ვიყავით ან და მერიდებოდნენ და მიდიოდნენ უბნებიდან და ვერ ასწრებდნენ ვერაფერს გაკეთებას. საღამოს საათზე კიდე 20 მანქანა შემოიყვანეს პიკაპი და უკვე ვეღარ ვასწრებდი ვერაფერსა, ისინი გაქონდათ იაშიკები, ბიულეტინები და ყველა რაც მე კამერებში დავაფიქსე. რას ნიშნავს გაქონდათ იაშიკები? შედიოდნენ კიდე ოქროს ხელს და საარჩევნო ბუთები გაგქონდათ და გადაღებულიც აქვს. საარჩევნო უბნებზე შედიოდნენ, ბუთები გაგქონდათ, იტაცებდნენ ამ შეთვის. კი, იტაცებდნენ ბუთებს, კი. და საოლქოში მიქონდათ თუ სხვაგან მიქონდათ? ჯერ მიქონდათ ოფისში და ოქროს ასწორებდნენ და შექონდათ. ჩემ ხმებს უწევდნენ. ოფისში ნაციონალური მოძრაობის ოფისში. კი, კი. იმიტომ მე ერთჯერ გავეკიდე სპეცნაზის მანქანას და ნაციონალური მოძრაობის ოფისში შევიდა. ვინ შემზღვანელობდა მაგას ამ ყველაფერს ადგილობრივად ნაციონალური მოძრაობიდან? მაშინ იყო კიტიაშვილი იყო სერგო კიტიაშვილი ჩემ მე გავზარდე და ჩემთან იყო ოფისში ხოლმე და აქ ცენტრალური ოფისიდან მათი მხრიდან ხო არ ყოფილა ვინმე? იყო ერთ-ერთი მინისტრი იყო. ვინ იყო? აღარ მახსოვს ვერ ვიტყვი. იყო ერთი მინისტრი იყო. ძალოვნებიდან როგორ გახსოვთ თუ ძალმნიშვნელოვანი არა, ძალოვნებიდან არ იყო. ძალოვნებიდან არ იყო.
მაშინდელი 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მოქმედი მინისტრი. არ მახსოვს გვარი. გახსოვთ, მაგრამ არა. უწყების ხელმძღვანელი იყო? ბატონო? რომელი უწყების მინისტრი იყო? მე მგონი განათლება უფრო იყო. განათლების მინისტრი. და განათლების მინისტრი მაგ პერიოდში ვინ იყო? მარტივი მოსაძიებელი. არ ვიცი. ეხლა დავეხმაროთ, აბა გითხარით ვინ იყო. აი გვარი რო გავიგო მინისტრისა, გეტყვით რო ის. გამოვარკვევთ კი ბატონო. ბატონო არა, როგორ არა. გამოვარკვევთ და გეტყვით, იქნებ ამოიცნოთ თუ გამოიცნოთ ვინ იყო. ეს 1 ოქტომბერს ხდება, რასაც თქვენ კი, ეს ხდება 1 ოქტომბერს. საღამოს საათებში მე ცენტრალურ ოფისში რო დავრეკეთ, გოგი თოფაძე ჩამოვიდა და კიდე ერთი ჩვენი დეპუტატი ვინც პარლამენტში ჩამოვიდა, იმის უშუალოს კომიტეტის თავმჯდომარე იყო. პირველ წელს ის ჩამოვიდნენ საღამოს. კი. ისინი ჩამოვიდნენ საღამოს, რომ უბნებს ეს რო ხდებოდა ჩამოვიდნენ რომ დამხმარებოდნენ. ირაკლი სესიაშვილი კი, ირაკლი სესიაშვილი და გოგი თოფაძე. და ბატონი გოგი ცხონებული, გოგი თოფაძე, კი ბატონო. და ასე თქვენ ასე ვთქვათ მორიგჯერ დადექით ლიკვიდაციის საფრთხის წინაშე უკვე ხაშურში, როგორც კანდიდატი. კი. თქვენი პირველი თავდასხმა თქვენ ბრძანეთ რომ კოდუამ, ერეკლე კოდუამ რეალურად დაგეგმა და დაორგანიზა. ვისი ბრძანებით გააკეთა ეს? მერაბიშვილის ბრძანებით. მერაბიშვილს ვინ უბრძანა? მიხეილ სააკაშვილი. თქვენ ეთანხმებით იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც განაჩენით არის დადგენილი უკვე ქართული ოცნების ხელისუფლებაში. ჩემთვის უფრო ის იყო, რომ განაჩენი დამდგარიყო და წლოვანობას რამდენს მიცემდა, ჩემთვის ამას არ გეკითხებით. ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმებით, რომ სააკაშვილის ბრძანება გაიცა და შემდეგ ივანე მერაბიშვილმა და ერეკლე კოდუამ შეასრულეს. ამას ეთანხმებით. თავდასხმიდან ჟურნალისტები მოვიდნენ თუ არა, მათ შორის დავაფიქსირე, ვის გაკეთებული იყო და ვის ბრძანებით. მაშინ კი ბატონო. ისე მინისტრის ვინაობა მაინც იმ ქალბატონი ხატია დეკანოიძე არა მამაკაცი იყო მაშინ დიმიტრი შაშკინი არა განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე იყო ესე ის სხვა მინისტრი დავადგენ მე სოზარ შევატყობინებ რა მეკითხა კი ბატონო იმიტომ რომ ეს ღიად ვერ დარჩება ბატონალუდას ვეთანხმები უბრალოდ ეხლა ასე დავიწყებთ გამოცნობას ბატონ სოზარსკი ეთქვით და ჩვენს აი გვარების მინისტრები ვინ იყო აი რომ მითხრათ გეტყვით ამ პროცესში რო ღიას კომისიას შეატყობინეთ ჩვენც ვიმუშავებთ თქვენთან ერთად და დავადგენთ ვინ იყო ის მინისტრი ვინც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობიდან ხაშურში იყო მომაგრებული იყო ის ხაშურში იყო მომაგრებული იყო და სხვათა შორის ვანო მერაბიშვილი ჩამოდიდა და დადიოდა ვანოც მოძრაობდა არჩევნების დღეს ვანოც მოძრაობდა კი არჩევნების დიდი სპეციალისტი რა გაქვთ სათქმელი დღეს სააკაშვილისთვის ბატონო ვალერი? არაფერი მალე გადავიდეს ციხეში და წესიერ ციხეში ჭიდას მეტი არაფერი. თვლით რომ არ არის მისი ადგილი საავადმყოფოში? არა. მისი ადგილი ანუ საგიჟეთში ანუ ციხეში. მით უმეტეს მას ვილიუმში მაგას ექსპერტიზა ჩაუტარეს და დადგენილი არის მანიაკური შიზოფრენია. ვილნიუსშია ეს ჩატარებული? ექსპერტიზა ჩატარებულია. ხომ არ გაქვთ ეს დოკუმენტი? არა მაგ დოკუმენტი, მაგრამ თვითონ საექსპერტიზო ბიუროს ხელმძღვანელს მეგობარია ვიცი და მაგ ინფორმაცია მაქვს. გასაგებია. ბატონი სოზარი. ამ ნაციონალური მოძრაობის წევრებს ძალიან უყვარდათ და დღემდე უყვართ ლიტვაში სიარული და გქონიათ იქ შეხვედრები მათ სარულ. ბიორჯელ ხშირად იყო სააკაშვილი და უბრალოდ ბიორჯელ ვერ მივასწარე. ვერ მივასწარე ხო. ინფორმაცია რო ჩავიდი, მქონდა რომ იყო, გუშინ იყო და მე ვერ მივასწარე ხო. მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წევრები ბევრი შემხვედრია. ხლა. თითქმის ყველა. ვინმე მაინც თუ მოგიხადეთ ბოდიში, განაჩენები გასაგებია. ერთი ფაქტი მქონდა ვაშაძე ჩვენ საპარლამენტო დელეგაცია რო ვიყავით წასული 2013 წლის დასაწყისში დათოვლისუფლებული იყო მაშინ თავმჯდომარე და გიორგი ვაშაძეს ლიტვის სეიმში ვიყავით და რაღაცაზე ვლაპარაკობთ ჩემ თავდაღმაზე და აბა რა გეგონაო შეურაცხყოფა რომ მიაყენო იმასო პრეზიდენტს. ხო და პარლამენტში ვიყავით თორე პასუხს გავცემდი ვაშაძეს. ეს გიორგი ვაშაძე მითხრათ. აბა რა გეგონაო.
ხო, ეს არის მაგათაც ესე იგი ნორმაა, რომ ადამიანის კი, ამიტომ არის, რომ ეს და სხვა შემთხვევები ადასტურებს იმას, რომ შეიძლება და ასე შემდეგ. თქვენ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება რაც მოვიდა თქვენი მონაწილეობით ხელისუფლებაში, მას შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საქმეზე დადგა განაჩენი, დადგინდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაუკვეთა თქვენი მაშინდელი დეპუტატის ლიკვიდაცია, სასწაულებრივად გადარჩით პრაქტიკულად, რომ შემსრულებელი იყვნენ ვანო მერაბიშვილი და ერეკლე კოდუა და ის პირები, ვინც შემდეგ თქვენ პროკურატურაში უკვე იხილეთ, მიუხედავად ამისა, დღევანდელი თქვენი მობრძანება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის, ვინაიდან ჩვენი მიზანია ალბათ იცით, რომ დასკვნაში აისახოს ყველა ის საქმე, რომელიც ათქმევინებს მიუკერძოებელ დამკვირვებელს, მოსამართლეს თუ სხვას, რომ ასეთი ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა უბრალოდ დამაზიანებელია ერისთვის. და მადლობა, რომ მობრძანდით. შეკითხვები თუ არის. ბატონი ალუდა. ბატონო ვალერი, თქვენთან ეს კითხვა მექნება. თქვენ როდესაც დეპუტატი იყავით, გიცნობდნენ, გარკვეული ურთიერთობა გქონდათ, ნუ ეხლა 99-დან დეპუტატი ბრძანდებოდა ჯერ კიდევ, ხო? თქვენს თავს ესეთი დანაშაული რომ მოხდა. და უშუალოდ თქვენმა კოლეგებმა პარლამენტში ვინმე დაგირეკათ, მოგიკითხათ, არა იმის სინანური ადამიანურად ვინმე გამოთქვა ან თუნდაც მაგალითად ის რომ ეკნებ გამოვარკვიოთ, ნუ თანდაო ხო არ აღიარებდნენ მაგას რომ მათი გაკეთებული იყო, მაგრამ ეკნებ გამოვარკვიოთ, ნუ როგორ არის ახლა რომ დეპუტატს შუა ქალაქში უწყობენ ასეთ ჩასაფრებას და ასეთი მძიმე დანაშაული, გაუგონარი დანაშაული ხდება და არავის არ ხონდა აზრი რომ მოდი მოვიკითხოთ, ჩვენ მართველი ხელისუფლება ვართ და ჩვენი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაფერი და ეკნებ მოვიკითხოთ, გავარკვიოთ, ვინ იყო, როგორ ხდება ესე ქალაქში დათარეშობენ ესე ნიღბიანები თუ როგორ არის. აი ეს ამბავი რო გითხრათ პროფესორი საზოგადოებას რო. უბრალოდ პარლამენტში მე ხომ მოვედი, მე პარლამენტში დავდივდი ჩვეულებრივად და ერთ-ერთი დეპუტატი ყველა საშინეოდა ოპოზიციას სახელი და გვარიც რო გითხრათ ავტობუსიდან რო ჩამოაგდეს. მოაგდეს, მაგრამ სახელი და გვარი რო გითხრათ. ავტობუსში რო შეუვარდა კირკიტაძე ყველა საშინეოდა თუ თხილად არ იყავით ოპოზიციონერს ეუნება და უარესი მოგიგებათ ვიდრე გელაშვილსო. და 100%. თქვენ არ გითხეს რომ თქვენ არ გითხეს. არა, მე არ შევკითხი ვარ, მაგრამ მე ახლა ნაციონალურ მოძრაობასთანაც ვიღაცებთან მე დათო ბოჟუაშვილთან მეგობრობდი, იგი წერელთან მეგობრობდი და მე მაგათ ეჭვიც არ შეპარვიათ და ყოველთვის მირეკავდნენ და მე ვერაფერს ვერ ვიტყვი რომ მაინც დაჟე კენჭისყრის დროსაც გავიდნენ და ჩემს წინამდე კენჭერი არ მიცეს. ეს იყო გია ბარამიძე, გიგი წერეთელი და ბეჟუაშვილმა აიღეს ბარათები, გავიდნენ და ჩვენ ვალერეს წინამდე ხმას არ მიცემთ. იმიტომ ვილნიუსში თქვენს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტაზე ჩემს წინამდე ხმა არ მიცეს. წინააღმდეგ მაინც არ მიცეს. იმიტომ მეგობროდი ჩემთან ვილნიუსში იყვნენ ხოლმე და პროსტო მაინც სწორედ არ მიცეს ხმა. არა. გავიდნენ, გაიპარნენ. არა, პირდაპირ უთხრეს რომ ჩვენ მეგობრობთ ვალერესთან და მის წინამდე ხმას ვერ მიცეს. პირდაპირ უთხრეს. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ადრე ბრძანებდით რომ მიხეილ სააკაშვილი იმდენად ასე ვთქვათ, ნუ თავიდან ყოველ შემთხვევაში, ანუ ეს ალბათ ამ როდესაც თქვენ შორის შეთანხმება იყო შემდგარი, სანამ გავიდოდნენ ამ შეთანხმებიდან და რაღაცა რომ თქვენ ბრძანებდით რომ ჩემთან ვაქო ვილნიუსში თუ არსები ვილნიუსთან ჰქონდათ ჩართვა ერთ-ერთი სატელევიზიო ეთერში და იქ ბრძანებდით რომ ვილნიუსშიც კი ჩამოდიოდნენ და უკვე როგორც პრეზიდენტი ასე შემდეგ და ჩემთან სახლში მასპინძლობდნენ და გასაღებიც ჰქონდაო რომ შემოსულიყვნენ. აი პრეზიდენტი როდესაც არის ადამიანი და ასე ვთქვათ თავისუფლებას აძლევს, ხო იქ პროტოკოლით არის, როგორ სად უნდა დარჩეს, როგორ უნდა იყოს და ესე ანუ გასაგებია რომ ყველაფერი უკაცრავად და ფეხებზე ეკიდათ, მაგრამ შეეძლოთ რომ აი თქვენ ადასტურებთ დღეს რომ ესე
დაუშვათ საზღვარგარეთ, მაგალითად თქვენთან, თქვენს ბინაში ესე მოდიოდნენ. არა, საზღვარგარეთ ხოლმე და მე სასტუმრო მქონდა ძველ ქალაქში და სადაც იქ მოდიოდნენ და მე ყოველთვის ვიღედი სტუმრად და თავისუფლად შეელოთ ყველაფერი. მე ვაძლევდი სახში არა, სასტუმრო მქონდა ძველ ქალაქში და იქ ვაძლევდი უფლებას ყველა ჩამოდიოდნენ დელეგაციები და მე ყოველთვის თეატრ მადლობა. ბატონი ირაკლი, ბატონი ილია. მე უბრალოდ კითხვა არა მაქვს, ერთი შტრიხი მინდა ამ საქმეში. ერთი არის, როდესაც ადამიანი ყვება და შეიძლება მსმენელი, მაყურებელი, წარმოუდგენია, რომ თავს დაესხნენ, ურტყავდნენ სახის და თავის არეში, მაგრამ უმძიმესი კადრი იყო, როდესაც უკვე ეს ანგარიშწორების შემდეგ კადრი გამოჩნდა ტელევიზიით, თუ როგორ იყო ბატონი ვალერი დაზიანებული. ანუ ადამიანს სახე როგორც ესეთი წაშლილი ქონდა ცებისაგან. და როცა რამოდენიმეჯერ ახსენა, რომ სხვადასხვა ტიპის მუქარა იყო ხოლმე, ზოგადად საზოგადოების თუ დეპუტატების მიმართ მიმართული, რომ შეიძლება უარესიც დაგემართოთო. აი ეს კადრი, რომელიც მაშინ ფაქტობრივად საქართველოს მოსახლეობისათვის ესეთი კადრი რაღაცა ბოევიკში თუ ნახავდი. ესეთი კადრი, ცოცხალი ადამიანი, მათი თანამოქალაქე, ესეთი ნაცემი ფაქტობრივად ნანახი არ ყავდა საზოგადოებას. ამიტომ ეს იყო ერთგვარი შოკი მართლა საზოგადოებაზე, აი რა მოუვა იმას, ვინც ურჩობს, ან ვისაც, ასე ვთქვათ, რაიმე სხვა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილთან ან მის ხელისუფლებასთან. ეს კადრი იყო ყველაზე მძიმე და, ასე ვთქვათ, ცუდი გაგებით შთამბეჭდავი. ეს ის ფოტომასალა და ვიდეო მასალა ბატონი ირაკლის უერთდები ამ პათოსში, რომელიც ძალიან და არა მხოლოდ ამ საქმეზე, ძალიან დიდი ძალისხმევა მოანდომა სააკაშვილმა და მისმა NGO-ებმა და მთელმა პარტიებმა, იმიტომ რომ მე დაიშალა ხო ნაციონალური მოძრაობა მარტივ მომრავლებად. და დღემდე ცდილობენ, რომ ეს წაიშალოს. განადგურდეს, დაიკარგოს, წაიშალოს მეხსიერებიდან და ჩვენი კომისიის ვალია, რომ მათ ამის საშუალება არ მისცეს. შესაბამისად, რომელი მასალაც ახსენა ბატონმა ირაკლიმ, რა თქმა უნდა, ეს დანართებად ექნება ჩვენს დასკვნას, თითოეული ფოტო, თითოეული ვიდეო, რომელსაც აი მომავალი თაობის რამდენიმე წარმომადგენელი, პარლამენტის სტაჟიორები გვესწრებიან აქ, გარედან გვიყურებენ ახალგაზრდები, ჩახედავენ და ნახავენ, რომ ეს ერის მამა კი არ იყო, როგორც თავის თავს ყიდის სააკაშვილი, არამედ ეს იყო მავნებელი ბოროტი ძალა, როგორც ბატონმა სოზარმა თქვა, ომში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, სადაც ის მწარედ დამარცხდა. ეს კითხვა ყველას გვაქვს, რომ დღეს არის თუ არა მისი ადგილი საავადმყოფოში. პასუხიც ვიცით, მაგრამ მედი გვაქვს, რომ ესეც მალე ასე დავარქვათ გამოსწორდება. ბატონ ილიას აქვს კითხვები, ბატონი გურამი, ბატონი სოზარი. ბატონ ვალე, თქვენ ხაზი გაუსვით, რომ თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი მეუღლე ლიტვის მოქალაქე. კი, ჩემი შვილები, ყველა შვილიშვილი, ყველა მოქალაქე ლიტვის. თქვენი შვილებიც ლიტვის მოქალაქეები არის. მეც მოქალაქე ვიყავი 97 წელს. თქვენ გაიხსენეთ ერთი ესეთი მომენტი, როდესაც ლიტვის პრეზიდენტმა გააფრთხილაო სააკაშვილიო, რომ მსგავსი ეს მითხრა ელჩმა იონას საკალაუსკას. დიახ. თქვენ იცნობდით ლიტვის პრეზიდენტს, რატომ გამოიჩინა მან? მანამდე შეხვედრილი ვიყავი, კი, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა. ეხლა რა თანამდებობაზეა ეს კაცი? ეხლა 92 წლისა თუ 13 წლისა. თქვენ ეს ამბავი გითხრათ ლიტვის ელჩმა? ლიტვის ელჩმა პასლაუსკას. იონას პასლაუსკას. გასაგები. რომელიმე საელჩო მაშინ ევროპის ქვეყნების საელჩო თუ გამოეხმაურა თქვენი ცემის ფაქტს? რამე განცხადება თუ გააკეთა იმ პერიოდში რომელიმე ევროპულმა საელჩომ? არაფერი, ერჯელ ჩვენ დათო უცფაშვილი ჩვენ მაშინ 2005-6 წელს რესპუბლიკური პარტიის წევრი ვიყავით და 2007 წელს ჩვენ ნოემბერში ვიყავით ამერიკაში და ადმინისტრაციაში ვიყავით და მეთიუს ბრაისმა პირდაპირ ისო წუხავარო რომ ასე რომ მოგივიდა. მე უთხარი. არა, ეს განცხადება არ იყო, ეს შეიძლება პირადულად ვიღაცა წუხდა. ალბათ წუხარო ხართ მეთქი რომ არ მომკლავეთ. საჯარო განცხადება თუ გააკეთა რომელიმე დიპლომატიურმა ინსტიტუტმა? არც ერთ.
დღეს ხშირად ჩადიხართ ხოლმე ლიტვაში? კი, თვეში ერთხელ იქ ავარხარ. დღეს იცნობთ დღევანდელ მმართველებს იქაურ? არა, უბრალოდ ჩვენ მე როგორც ვხვდები თქვენი ძალიან კაი ურთიერთობები გაქვთ და ურთიერთობა მაქვს, მაგრამ პოლიტიკურ წრესთან არა მაქვს ურთიერთობა, მხოლოდ ურთიერთობა მაქვს ჩვენ საელჩოთან, იმიტომ ჩემმა კომპანიამ, ჩემმა ბიჭმა კაპიტალური რემონტი გააკეთეს, თავიანთი ოფისი გაარემონტეს და ჩემმა კომპანიამ გაურემონტა. და ელჩთან და საელჩოსთან კავშირი მაქვს. როგორ აფასებენ დღეს ლიტვაში იმას, რომ ცდილობთ რომ ამ საკითხებს არ შევეხოთ ხოლმე რა. იმიტომ დელიკატური თემა, რომელიც აზრს წაგვიყვანს ისეთი იქამდე, ამიტომ ცდილობთ ხოლმე ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ. არ შევეხოთ. თვითონაც ცდილობს და მეც ვცდილობ რომ მაინც ურთიერთობის, მაინც ჩემი შვილების სამშობლოა, იქ დაიბადა, იქ გაიზარდა, მეუღლე ლიტველი მყავს და მეც მოქალაქე ვიყავი 97 წლამდე. ეხლა მოდმე მაცხოვრებლა და პენსიასაც კი ვიღებ ლიტვისას, ასე რომ ცოტა ისე დელიკატური თემებზე ცოტა შორს ვიდგე. მარტო მეგობრული თვითონ. ესე იგი ეს უხერხულობას გიქმნით თქვენც და იმათაც, ვინც ამას ასეთ თემებს არიდებს თავს. არა, ჩემ თავთავს ხმაზე გავიდა წლები უკვე, ახლა აღარავის აღარ აინტერესებს უკვე ჩემ თავზე ვისაინდო. 20 წელიწადი გავიდა უკვე. 20 წელიწადი გავიდა, მაგრამ ჩვენ ვზივართ და ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ. ნუ ახლა ისიც არ ეხება, რაც მე ვხევი და არ წამოვჭრი ხოლმე საკითხებს, იმიტომ არც მინდა ხალხო მდგომარეში ჩავაყენო. თქვენ თვლით რომ ეს უხერხული მომენტია მათთვისაც და თქვენთვისაც? შეიძლება ხო არ ვიცი ახლა ადამიანს რა გულში და იქნებ რა კონფლიქტამდე მივიდე და არ მინდა ურთიერთობა დავიწყო. კარგი, მე მეტი კითხვა აღარ მიქნევ. ბატონი გურამი. ბატონო ვალერი, თქვენ აღნიშნეთ, რომ თავდასხმის დროს ერთ-ერთი ნიღბიანი მოვიდა თქვენთან. არა, იქ ერთ-ერთმა ნიღბიანმა თქვა, რომ ნიღბიანი გითხრათ, რომ ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებო. ამის შემდეგ პრეზიდენტზე ვერაფერს ვერ ილაპარაკებო და კონდახი სახეში ჩააგარტყათ. კიდევ ერთხელ საზოგადოებაში შევახსენოთ, რომ ეს ფაქტები, რაც თქვენ თქვით და რაც კომისიაზე ითქვა, ეს არის დადასტურებული, ბატონმა სოზარმა ეს თქვა, ანუ სასამართლოს მიერ არის დადასტურებული, ასე რომ ის ეჭვები, რომ თქვათ, შეიძლება და ბიზნეს გარჩევა ყოფილიყო, როგორც თქვენ თქვით, რომ უნდათ ასე მოენათლათ, რა თქმა უნდა, ესე არ გამოვიდოდა. თუნდაც იმიტომ, რომ მაგალითად ბიზნეს გარჩევის დროს პრეზიდენტს რა უთხრა ბიზნეს პარტნიორმა, ეს არავის არ აინტერესებს და შესაბამისად კონტაქტს არ უტყავს სახეში. ამიტომ აი თქვენი ამ გამოსვლიდან და ახსნა განმარტებებიდან კიდევ ერთხელ შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ აი იმ პიროვნების სიტყვებით, ვინც გითხრათ, რომ ახლა პრეზიდენტზე ვერაფერს ვიტყვითო და იმ გიორგი ვაშაძის სიტყვებით, რომ წააგეს, მაგრამ მე მაინც რო იმუქრებოდა, რომ აბარაგეგონა, როცა შეურაცხყოფას აყენებდიო. მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრებიდან დაწყებული პარლამენტის წევრები დამთავრებული შეურაცხყოფას კი არა, ბურინგებზე არიან გადასულები ნაცმოძრაობის წარმომადგენლები და ოჯახის წევრებზე. აი რეზიუმე ეს არის. კიდევ ერთხელ მივმართოთ ჩვენს ელჩებს, ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს, რომლებიც სამწუხაროდ არ კადრულობენ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების და საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხი გასცენ. აი ეს არის ბრჭყალებში ევროპული ღირებულების მქონე პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის სტილი, რომ ის პიროვნება, ვინც კონდახი თქვენ სახეში ჩაგარტყა და გითხრათ, რომ პრაქტიკულად ეს იყო სააკაშვილის მიერ გაკეთებული, იმიტომ რომ თქვენც აღნიშნეთ, რომ აპატიეთ იმ ადამიანებს, იმიტომ რომ იცოდნენ, რომ ბრძანებას ასრულებდნენ, თუ არ ვცდები თქვენ თქვით, რომ ბოდიშიც მომიხადესო, ამ ხალხმა ბრძანებას ასრულებდითო, ეს რა თქმა უნდა ეხლა ბოლომდე არ ამართლებთ მათსაქციელს, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ ჩვენ ხო ამ ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს სწავლობთ. თავარი აქ ის არის, რომ იმ ადამიანმა თქვენ რეალურად გითხრათ, რომ მე კი არ გიტყავ ეხლა ამ კონდახს. აი შეურაცხყოფა რომ მიახენე სააკაშვილის, აი მიიღე ეს პასუხი და სამწუხარო მოცემულობა, რაც შეიქმნა ეს საზოგადოებამ იხილა. ეს არის რეალური სახე. რა თქმა უნდა, იმ უბედურებების ჩათვლით, რომელიც მე თქვენ გადაგხდათ და იქ რო გადარჩით, მე იყო კიდე მცდელობა, მე სპეციალურად კითხვა, იმიტომ დავსვი. საავადმყოფოში რომ მე ვითომ ისე წარემართათ საქმე, რომ ვითომ გადასხმის დროს თქვენ ასე ვთქვათ, ცუდად გახდით, რაც თქვენ თქვით, რომ წყლით აივსო ფილტვები და რო არა თქვენი ექიმები თქვენ პრაქტიკულად ვერ გადარჩებოდით.
ეს მოცემულობა არის ზუსტად შექმნილი აი თქვენს ახლა ახსნა განმარტებებში, რომ რეალური სახე ევროპული ღირებულების ბჭყალებში პარტიის ნაციონალური მოძრაობის, რომელიც იგივე ბატონმა ირაკლიმ რას თქვა, რომ სახე დაანახა საზოგადოებას, რომ რიგითი მოქალაქე კი არა, პარლამენტის წევრი, ცნობილი ბიზნესმენიც კი აღმოჩნდება აი ამ სახით და ამ მდგომარეობაში, ვინ შეეწინააღმდეგება არა მარტო, უბრალოდ შეურაცხყოფას მიაყენებს თანამდებობის პირს და დღეს კიდევ და კიდევ ელჩების საყურადღებოდ მინდა თქვა. აი ეს გამოხატვის თავისუფლება არ იყო მაშინ, როცა დაუშვათ პიროვნებამ პრეზიდენტის მიმართ გამოხატა თავის დამოკიდებულება. თუნდაც შეიძლება შეურაცხყოფელი, მაგრამ დღეს შეურაცხყოფა კი არა. ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული პარლამენტის წევრების ჩათვლით მათ ოჯახის წევრებზე მიდის შეურაცხყოფა, ბულინგი და ქუჩაში დახვედრები და ასე შემდგომ და ამას ნათლავენ ზოგიერთი ქვეყნის ელჩები ევროკავშირის ელჩის თამადობით. გამოხატვის თავისუფლებად. და შესაბამისად, აი ეს თქვენი ფაქტი მორიგი დადასტურებაა ზუსტად იმის, რომ მათ მიერ მონათლული ბჭყალებში ეს ევროპული ღირებულების ნაციონალური მოძრაობა როგორ მართავდა მაშინ სახელმწიფოს და როგორ უშლის დღეს უკვე ვითომ ოპოზიციაში მყოფი ნაცმოძრაობა ასევე თავის სახელმწიფოს განვითარებას. ეს მოცემულობა უნდა დამეფიქსირებინა აუცილებლად. მადლობა. მე ერთი ფაქტი ვიცი, რომ მე როცა საბუთები არ ამქონდა და ლიტვაში გაფრენას ვაპირებდი, ლიტვის მოვიდა პასუხი, რომ საბუთები არ მჭირდებოდა, ისე უსაბუთოდაც მიმიღებდნენ, ასე რომ მე ლიტვის მიმართ სიკეთისა და იმის მეტი არაფერი მეთქვის, იმიტომ რომ ის ქვეყანამ ზათ იყო საბუთების გარეშე ჩაფრენი ვიყავი და მიმიღებდნენ ჩვეულებრივ. და პირიქით დაცვაც გამომიყოს იქ და მიცავდნენ პალატაში. მადლობა მათ ამისთვის ჩვენი კომისიის სახელით. ბატონი სოზარი. თქვენ შეგიწყვეტეს უფლებამოსილება პარლამენტის წევრის, იმიტომ რომ იყავით ბიზნესმენი. საქართველოს პარლამენტში ბიზნესმენები ყოფილა ყველა მოწვევაში და ძალიან ბევრი და მსოფლიოში ალბათ 2-3 ქვეყანაა, სადაც პარლამენტში არ არიან ბიზნესმენები. ჩრდილო კორეა, არც კუბაში ადრე არ იყვნენ, შეიძლება ახლა უკვე იქ არიან, შეიძლება აი მართლა 2-3 ქვეყანა იყოს. თუმცა მით უმეტეს საქართველოს პარლამენტში იყო 2 პარტია, რომლებიც პირდაპირ აი როგორც ბიზნესმენთა გაერთიანება ისე მონაწილეობდნენ სხვადასხვა დროს, ეს იყო მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს და ეს იყვნენ ახალი მემარჯვენეები. კი, იქ არა ბიზნესმენებიც იყვნენ ამ პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის წევრები, მაგრამ ძირითადად ეს იყო პარტიები, რომლებიც სწორედ ბიზნეს იდეით იყვნენ შექმნილი და გაერთიანებული. ასე რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. თუმცა პარლამენტის წევრობას აქვს ბიზნესმენის პარლამენტის წევრობას აქვს გარკვეული შეზღუდვები და გარკვეულ წესებს უნდა ემორჩილებოდეს, რომ ის უშუალოდ არ უნდა მონაწილეობდეს ბიზნესის მართვაში. აი თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში თქვენ წეგან თქვით, რომ საფუძველი, ყალბის საფუძველი თქვენი უფლებამოსილების შეწყვეტის იყო, რომ თქვენი შვილის ხელმოწერაზე გითხრეს, რომ ეს არის თქვენი ხელმოწერა და ამითი გაგათავისუფლეს, ხო? უბრალოდ მე ავლაბრის ჩემმა კომპანიამ შეიძინა ავლაბრის ბაზარი. და იქ იყო სკოლა, რომელიც იშლებოდა. და ლომაია იყო ვილნიუსში და იქ შევხვდით და გავიცანი. და მე ლომაია ვინ იყო მაშინ? განათლების მინისტრი. განათლების მინისტრი ალექსანდრე ლომაია. ხო. და მე უბრალოდ მივედი სამინისტროში და მე ვთხარი სკოლა ინგრევა მეთქი და ჩემ კომპანიასთან ურთიერთობებით მეთქი რაღაცა ვქნათ მეთქი ეს სკოლაც გავაკეთო და ის კვარტალი რო შეიქმნას მეთქი და ოფიციალური წერილიო იმას გააკეთოსო კომპანია და ჩემ ბიჭს დავაწერინე წერილი მიწერე ჩემ შულს უთხარი მიწერე წერილი მეთქი და რომ ერთობლივად რომ ის კვარტალი გააკეთეს და ეს სკოლაც როწესიერ მოაწესრიგოთ მეთქი და ეს წერილი წარადგინა იმაზე კომიტეტზე რომ აი გელაშვილის ხელმოწერა კი თვითონ ლომაია. თუმცა იქ ეწერა რომ წინააღმდეგ რომ თქვა რომ ვალვერი მოვიდა და ბიზნეს ინტერესი მე მივედი უბრალოდ რომ სკოლაც გაკეთდება და ჩემ კომპანიასაც ის ექნება მეთქი და ჩემი შვილი მოგმართავთ მეთქი და ერთობლივად რომ სკოლაც გაკეთეს და იქ კვარტალი რომ შეიკრას კარგი მეთქი ამ იდეით მივედი. მაინც ეს გამოვიტანა წერილი კომიტეტზე და წარადგინა და აი საბუთებიდან კაფეოდ ჩანდა რომ ის ვალერი გელაშვილი იყო 95 წელს დაბადებული 95 წელს მაშინ რამდენი წლის იქნებოდა ჩემი ბიჭი იყო მაშინ 29
მოკლედ და ესეთი გაყალბებული საბუთით შეგიწვიდეს უფლებამოსილება, თუმცა პარლამენტის ყველა წევრმა იცოდა, რა თქმა უნდა, პარლამენტის წევრი იყო, იცოდა, რომ ეს იყო თავდასხმის შემდეგ, ითო მიხეილ სააკაშვილი ერთჯერ იყო პრეზიდენტი, რომ ადამკუსი ჩამოვიდა და ეზოში ვიყავით და დეპუტატებისკენ წამოიყვანა ეს ადამკუსი და პირდაპირ ჩემთან უბრალოდ და დავით ახატოვარა ეგრევე შეუატყელა და გავარდა უკან და იმ შემდეგ ფიქრობდა როგორმე პარლამენტიდან გავეგდე. ერთი რამოდენიმე თვე მაგაზე ფიქრობდა, ვიცი ინფორმაცია რომ იმაშვებოდა რომ როგორმე პარლამენტიდან გავეგდე. ანუ ჯერ სიკვდილამდე მიგიყვანეს სემით, სიკვდილს გადარჩით და შემდეგ პარლამენტის წევრობა შეგიძლია. მე ვეღარ იტანდა რომ აქ რო ვიყავ. თუ ყოფილა მანამდე შემთხვევა რომ რომელიმე ბიზნესმენისთვის აი ამ საფუძველით შეეწყვიტათ პარლამენტის წევრობა. არ არის, ეგ ისტორიას არ ახსოვს საქართველოში. იმის შემდეგ ერთი იყო მხოლოდ და ისიც იმიტომ რომ თქვენი ის რაღაც მარტო არ ყოფილიყო ერთი საქმე, ესეც ცალკე თემაა, მაგრამ რო კიდე ერთი ყოფილიყო. და მეორე უბრალოდ მინდოდა პატარა მოწოდება არ მინდა გავაკეთო ამ შემთხვევაში სასამართლოს და პროკურატურის მიმართ, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართ, მაგრამ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ საქმეები, რომლებზეც წეგან თქვენ ლაპარაკობდით, რომ ძალიან დიდი ხანია გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ, ან გამოძიების დამთავრების მოლოდინში, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს საქმეების დაჩქარდება და მალე დადგება შედეგი. მადლობა. ბატონო ვალერი, თქვენ ბრძანეთ, რომ როდესაც პირველი თავდასხმის შემდეგ დაბრუნდით ვილნიუსში, იქ გაიკეთეთ ოპერაცია. რისი ოპერაცია დაგჭირდათ? საერთოდ გადამჭრეს სულ და ეს ჩამომიხსნეს კანი და ისე დამიკერეს თავის ქალა. ტიტანის პლასტიკები თვალში მქონდა, აქ მქონდა და ის მქონდა ტიტანის ის მქონდა კებლებზე. სახე გახდა ასაწყობი, ასე რომ ვამბობ, ხო? იმიტომ მე თვალის ჩაშკა ჩამტრული მქონდა, ეს მოძრაობდა საერთოდ თავის ქალა, ეს მოძრაობდა, დადიოდა და გადახსნილი მქონდა სულ ეს. ეხლა ლითონებით გაქვთ დამაგრებული? ლითონი ორი დამრჩა, ესენი ამოვიღე, იმიტომ ძალიან მეშლიდა ხელს. დანარჩენი ამოვიღე და ორი ცალი პლასტიკა დარჩა. ტვინი არ ქონდათ არა, მით უმეტეს მე კისტა მქონდა, როცა მე ჭიდაობდი, კისტა მქონდა თავის ქალაში და თავის ქალა იყო გადახსნილი, ხო ორ ძოლისგან შედგება თავის ერთზე იყო გადახსნილი, მეორეზე მთელი იყო. ძიმე ოპერაციაა ეს. 8 საათი მიკეთებდი ოპერაციას. 8 საათი გრძელდებოდა. მას შემდეგ მე გავიკეთე 6 თვის შემდეგ გავიკეთე კიდე ისინი მქონდა. ეს საერთოდ ცხვირი ჩაჩანსუის იყო. ცხვირილებად იყო და ცვალზე ოპერაცია. მე მეორეც ეს გავიკეთე. ეს ორი ოპერაცია დაგჭირდათ, ორივე უმძიმეს, კი ბატონო. საქართველოში რო დაბრუნდით, შემდეგ კიდევ ხომ არ გაგიწევიათ რაიმე ტიპის ფინანსური დახმარება იმ ხელისუფლებისთვის? არაფერი. არა, უბრალოდ მე ბლოკირებული ვიყავი როგორც აქ ფინანსურად. საშუალება არ მქონდა რამის გაკეთების. ყადაღამია და ქონებებზე აქაც და ლიტვაშიც მონახეს ჩემი ყოფილი ადვოკატი, ისიც მოისყიდეს და ლიტვაშიც გადმოვწდნენ აფშორული კომპანიებიდან რაღაცები შემიწეს და იქაც იპოთეკები მდგომდა. ამიტომ 2012 წელი არჩევნები იყო ჩემთვის ყველაფერი. ის გარჩენები და იმიტომ ვიყავი რომ აღარ მეშინოდა და იარაღი დავმოდი რომ ის არჩევნა მოგვეკო. და სხვა გამოსავალი აღარ მქონდა. ბატონი ილიას კითხვაზე თქვენ გაიხსენეთ მეთიუ ბრაიზასთან შეხვედრის ეპიზოდი, როდესაც დათო ოსოფაშვილიც იყო იქ და ყველა რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელთან 2005-6 წლებში ხდება ეს. 2007 წლის ნოემბრის ბოლო იყო, აქ გამოსვლები იყო საქართველოში. სად იყავით ჩასულები? თუ აქ ვაშინგტონში ვიყავით, ვაშინგტონში იყავით, როგორც სახელისუფლებო პარტია? არა, როგორც ცალკე პარტია, რომელთაც უსოფაშვილის კონტაქტები ჰქონდა და ჩავედით ადმინისტრაციაში. და შეხვდით მეთიუ ბრაიზას. ვინ და ვინ იყავით ამ შეხვედრაზე? მე დათო უსოფაშვილი, თინა ხიდაშელი, ბერძენიშვილი, დათო. და იქ გამარჯვების შემდეგ გითხრათ. რომ მივედი და დათო მოთხრა ის გელაშვილიო, მიხეილ სააკაშვილმა თავდასხმა მოაწყო და I'm sorry-ო თქვა. წუხარო. მეტი არაფერი არ უკითხავს. ეს ის მეთიუ ბრაიზა, რომელმაც ქართულ ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების დროს მეორე ტურის ჩატარება არაცალა, ისე მიულოცა სააკაშვილს ვითომ გამარჯვება. დაჟე ინფორმაციაც გვაქვს, რომ სააკაშვილმა თურქეთში 9 მილიონი დაჩაუყიდა. გასაკვირი ეს არ იქნება, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეულად გვახსოვს ბევრს, როდესაც ჩვენი საარჩევნო უფლებები მათიუ ბრაიზამ ამ ერთი განცხადებით უხეშად შელახა, როდესაც არ გვაცალა
ქართულ ხალხს ჩვენ თვითონ დაგვეთვალა და გადაგვეწყვიტა იყო თუ არა მეორე ტური ჩასატარებელი და პირველი ტური დასრულებული არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ სათუო იყო პირველი ტურის შედეგი, ბრაიზამ მიულოცა სააკაშვილს და ამით დააკანონა როგორც ემისარმა უცხო ქვეყნის სააკაშვილის პრეზიდენტობა ამ ქვეყანაში. რაც შეეხება ბიზნეს გარჩევის თეორიას, რომ თქვენ ბრძანეთ, რომ თავს დამესხნენ, გათვლა იყო იმაზე, რომ არ გადარჩებოდი და შემდეგ ამას გაასაღებდნენ, რომ სახელმწიფოს ხელით კი არ მოხდა ეს მკვლელობის მცდელობა, არამედ იყო ბიზნესმენებს შორის გარჩევა. აი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ ასეთი სცენარი? ორი ადამიანი უკვე გამზადებული ყავდათ მოწმეები უკვე. ვინ? ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ვინ არ ვიცი. ორი ადამიანი უკვე მოწმეები ყავდათ გამზადებული, რომელიც ადასტურებდნენ, ვითომ მანქანიდან დიდი მეშოკი ფული გადაიტანეს. მე ხო ინტელექტუალში ვიყავი, $10,000 მოხსენი და ძაღლის საჭმელი ვიყიდე ორი დიდი მეშოკი და მე თო მანქანაში და ერთი მეშოკი გადაიხეს, რომ ვითომ ხალხს დაანახეს, რომ ვითომ მეშოკი ფული გადაიტანა ეს მანქანიდან. ესეთი ინციდენტი იყო. ვინ მოგცათ ეს ინფორმაცია? რამდენად სარწმუნოა? სარწმუნოა. აიღეთ ამოიღეთ ჩემი თავდასხმის საქმე. იქ არის ეს. იქ არის ეს. კი ბატონო, ეთანხმებით იმ ფაქტებს, რაც იქ არის, ხო? სისხლის ამბავი. ორი ადამიანი ვიცი მოწმედ ყავდათ. კი ბატონო. მაგრამ მეორე ფაქტი იყო კიდე, რომ მე როცა თავდასხმის დროს ჩემი დირექტორი იყო გია ყურაშვილი, გენერალი არის გია ყურაშვილი. აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ჩემი მეგობარია, ერთად ბავშვიდან ერთმანეთს ვიცოდა, ჩემი დირექტორად ყავდა ჩემი კომპანიის. იმან შეამჩნია კოდოა, იმიტომ იცნობდა მანქანაში და რომ მოვიდა გიას ვთხარი, გია მეთქი, მდგომარეობა შევინარჩუნეთ მეთქი, იმ წუთში ვთხარი რა, რომ შეიძლება გავითიშო მეთქი და იმიტომ მივიდი ხანდახან ვცნობდი რომ მივდიოდი. და მე ვთხარი გია მეთქი, არაფრის დიდებით ოპერაციას არ დათანხმდებით რა. გააფრთხილებ გია მეთქი. ხო და იქ საავადმყოფოშივე ექიმი ცდილობდა მოკვდება თუ არ გავჭერეთ, მოკვდება თუ არ გავჭერეთ და გია ვალერამ რაღა თქვა, всё, შანსი არაფერს. ერთგულად ბოლომდე. კი. კი ბატონო. თორე საავადმყოფოშივე გაჭრა უნდა და ალბათ დამტოვდნენ ზად. კირკიტაძის და ვაშაძის ეს ეპიზოდები მაინტერესებს. ესე იგი, გიორგი ვაშაძე უკვე თქვენ ხელისუფლებაში ხართ, პარლამენტში ხართ 2012 წლის მერე? კი, 2013 წელს ვიყავით, დელეგაცია იყო წასული. 13 წელს იყავით წასულები და იქ გითხრათ, რომ რა გეგონა აბა მიშას რომ იმიტომ დათომ უსოფაშვილმა ყუბილიუსი იჭდა, იქ შეხვედრა იყო და დათომ პირდაპირ თხაგერ არის ფაქტი, ვალერი გელაშვილი და მეტი რაღა გინდა და ყუბილიუსი გაჩნდა, პრეტენზიაც არ უთქვია. ეგრევე ადგა წავიდა ყუბილიუსი. და ვაშაძემ ამ დროს თქვა რომ აბა რა გეგონა. მანამდე რომ მიდიოდ ვაშაძემ კორიდორში მიდიოდ აბა რა გეგონა, რომ შეურაცხყოფ მეაყენა. ვინ შეესწრო მის ამ რეპლიკას თქვენ და ვინმე იდგა იქ კიდე? დელეგაციაში წევრები ხო ვიყავით იქ. წევრები დელეგაციის. და კირკიტაძე როცა დეპუტატი თქვენი კოლეგა იძახდა რომ ეგ პარლამენტში ლაპარაკი ვის ეუბნებოდა ამას? ოპოზიციის წევრებს. კერძოდ? კერძოდ ვერ გეტყვით. ვიცი რომ დაშინებისთვის იყენებდა. კი, დაშინებით რომ უარესი მოგივათ ვედრე ვალეგიაშვილს. ვინ დაადასტურებს ამას თქვენს გარდა რომ იყენებდა? მაშინდელი ოპოზიციის წევრები უნდა. ვერცერც ვერ იხსენებთ ვინ შეიძლება ეს დაადასტუროს? ვერ. კარგი, თუ არის კითხვები, თქვენ ხომ არ გსურთ რაიმე დაამატოთ? ბატონო ვალერი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ ერთდროს ერთად მოგვიწია არჩევნებში ბრძოლა, თქვენ შიდა ქართლში, მე დედაქალაქში და ვადასტურებ, რომ ეს იყო უმძიმესი დღეები და თვეები, როდესაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვიბრძოდით იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი გადამდგარიყო და მშვიდობიანად წასულიყო ხელისუფლებიდან. მადლობა თქვენ ამ ბრძოლისთვის, მომბრძანებისთვის მადლობა. მაგრამ ქალბატონია მე ამას არ ვიმსახურებ. ბატონო, ამას არ ვიმსახურებდი. ეგ რა არის? ჩემი საქმეები დამთავრებული. დაბრძანეთ თუ შეიძლება ბატონო ვალერ, დაბრძანეთ ჩვენ ხომ აქ მშვიდობიანად ვსაუბრობთ.
ეს საქმეები დაუსრულებელი რომ არის, გულისხმობთ გემთმშენებლობის ნაწილში პროკურატურაში შეტანის საჩივარს და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდე ქონება მიმატაინოს ჩვენმა ხელისუფლებამ. გასაგებია და რაც იმიტომ რომ ეს ჯარიმა არ გეკუთვნოდათ ესე ვთქვით. არ გაგისაჩივრებიათ? ამ ხელისუფლებამ საკუთარ ხელისუფლებას უჩივლო? ვიცით რა ვის გამოც ვიბრძოლე 2012-ში? რატო სააკაშვილის ჯარიმას თუ გაასაჩივრებდით ეს ხელისუფლება რა შუაშია? ამ ხელისუფლებამ ეს ჯარიმა გაგინახევრათ ხო ასე 2 მილიონი გაპატიათ. კი. და ასევე პირველი და მეორე ინსტანცია სასამართლოში მოგიგიათ, ხომ და ელოდებით უზენაესის გადაწყვეტილებას. ალბათ სააკაშვილი რო ყოფილიყო ხელისუფლებაში ამ ორ ინსტანციას ვერ მოიგებდით, მაგრამ ხო სააკაშვილის ხელისუფლებაში გემჩენებლები წავაგე. ცოცხლები თუ იქნებოდით, ეგეც საკითხავია, სააკაშვილი რო ყოფილიყო, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ამისთვის, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები, სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ. უკვე წარსული ისტორია. წარსული ისტორია არ არის, იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორ ჩანს ეს ვილნიუსიდან, რომელიც დღეს ყველას გვასანქცირებს და სანქციების ქვეშ გვამყოფებს, არც ამას ჩვენ არ ვიმსახურებთ თქვენი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოსგან. მაგრამ იქიდან როგორ ჩანს ეს არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი წასული არსად არ არის, ცდილობს დაბრუნებას. ამიტომაც მუშაობთ ჩვენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. დანარჩენი გასაგებია ამ სხდომას პროკურატურაც ისმენს და საქართველოს სასამართლოებიც და იმედი მაქვს, რომ თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც ხაზს უსვამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები, ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად, ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა, რომ არა ეს ფაქტობრივი გარემოებები დღეს დადგენილიც კი არ იქნებოდა. ამიტომ მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და ის საქმე, რომელიც შეტანილი გაქვთ, იქ იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის შედეგი, რომელიც თქვენ მოგწონთ და რომლისკენაც ისწრაფვით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ახლა უკვე ნახვამდის. სამდივნოს ვთხოვ, რომ გავაცილოთ.